როგორც დაგვირდით, დავიწყოთ ახლა. ესე იგი, ანუნაკების ამბავი ესეთია, მეგობრებო, როგორ შექმნეს და რატომ შექმნეს ადამი და ევა, რა უნდათ საერთოდ დედამიწაზე, რატომ ჩამოვიდნენ. წინა ლაივში, რომელიც YouTube-ზე ავტვირთე უკვე, არის პირველი ნაწილი მოყოლილი, როგორ ჩამოვიდნენ, ვინ იყვნენ ანუნაკები, რატომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ეხლა მოგიყვებით იმას თუ რა უნდათ რატომ შექმნეს ადამიანი, ადამი და ევა, ანუ ექსპერიმენტ თან ხო ომობდნენ ერთმანეთში და თან კიდევ ამ ექსპერიმენტს აკეთებდნენ, რომ ადამიანი უნდათ რომ შეექმნათ რა. და რატომ ეხლა ნახეთ და როგორ, მაგას ვიტყვი. ესე იგი, მას მერე რაც ანუნაკები ჩამოვიდნენ, მეორე ნაწილია ეს ახლა რასაც ვყვები, ჩამოვიდნენ დედამიწაზე, ეს იყო ერთ-ერთი ენკი, ენკის დახვდა ამ დედამიწაზე უკვე ნიბირუდან ჩამოსული ელალუ, ელალუს უკვე აქ ქონდა მთელი ოქრო მოპოვებული და კიდევ მოიპოვებდნენ ოქროს, ესე იგი დაადგინეს 7 დღე. იმის მიხედვით, რომ მთვარე იყო მათი ამთვლელი წერტილი, მთვარე იყო მათი დამკვირვებელი ობიექტი. და ამ მთვარის შარზე ერთ წრეს ერთი დღე ერქვა. ნახეთ, ანუ შარი ხომ წინა ვიდეოში ვახსენეთ რა არის, შარი არის ის გუმბათი, რომელიც დედამიწაზე დააყენეს, რომ ვერ გასულიყო აქედან ვერავინ და ვერ შემოსულიყო ვერავინ, ვინ ახლა ადამიანი ვერ გაფრინდებოდა, ხო? თვითონ ეს ღმერთები, ანუნაკები უბრალოდ ანქელიოსები, როგორც ენოქის წიგნში არის მოხსენებული და ენოქთანაც მივალთ. ენოქიც თურმე ამათ ელაპარაკება. ეხლა ნახეთ, ანქელიოსები რომ არ შემოსულიყვნენ და რომ არ გასულიყვნენ, აქ მთელი ეს შარ ესე დაარქვეს ამ სივრცეს, რომლითაც დედამიწა გადახურეს და ჩაკეტეს და ესე იგი ელალუ დედამიწაზეა და ოქროს გამოიმუშავეს, ჩამოდის ენკი, ენკი არის ნიბირუს პირველ დაბადებული შვილი, პირველი მეფის პირველ დაბადებული შვილი და ენკი და იცოდეთ რომ ესენი 1000 წლეულები ცხოვრობენ, მეგობრებო, ისი არა რომ აი ჩვენ 100 წელი რო ცხოვრობთ, ეგრე არა. 1000 წლეულები ცხოვრობენ ეს ტიპები რა, ვისაც ეს ენკი ანუნაკები. ხო და ენკი ჩამოდის, შეუერთდება ელალუს თავის შვილს შეირთავს სოლად და ოქროს გამოიმუშავებენ. ოქროს მოიპოვებენ იმისათვის, რომ ნიბირუზე აიტანონ და შემდეგ ჰაერში გააფრქვიონ, რომ აი იმ ნიბირუს განადგურება არ მოხდეს. ნიბირუს განადგურება ხდება, იმიტომ რომ მზე უკვე ძალიან ძლიერია და წვავს ნიბირუს, იმიტომ რომ ამათმა გააფუჭეს ყველაფერი ნიბირუზე და ეს ოქრო, რომელსაც ჰაერში აფრქვევენ, ანუ ესეთი მოწყობილობა აქვს, რომ პირდაპირ ჰაერში აფრქვევენ და მერე ჰაერში რო იფრქვევა, ოქრო იცავს მერე მზის სხივებისგან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღარა აქვს საკმარისი ოქრო, ქვილი, ოქროს ქვილი აღარა აქვს და დედამიწიდან უნდათ რომ აიტანონ, ამასობაში 7 დღე დააწესეს, 6 დღეს მუშაობენ და ოქროს გამოიმუშავებენ, მე-7 დღე არის უკვე გადათვლის დღე, ანუ რამდენი ოქრო გამოიმუშავეს, დასვენების და გადათვლის დღე. აი აქედან მოდის მეგობრებო ეს მე-7 დღე დასვენების დღე რა და ჩვენ ბიბლიაში რაც წერია, ხო? ანუ თითქოს შელამაზებულად წერია, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? ხდება ის, რომ ეს ელალუ და ენკი აგროვებენ ამ ოქროს, მაგრამ ელალუს არ უნდა რომ ეს ოქრო გავიდეს დედამიწიდან. ანუ როგორც ჩანს, ელალუ არის ერთ-ერთი წარმომადგენელი ნიბირუსი, რომელიც ფიქრობს, რომ დედამიწა არის ის ტიამატის ნაწილი, ნაფლეთი, რომელზეც ჯერ კიდევ სიცოცხლე შენარჩუნებულია. სიცოცხლის გაგრძელება შეიძლება უпростоრად, ჯერ ადამი არ არის შექმნილი, კაცობრიობა არ არის შექმნილი ჯერ, მაგრამ არიან აი ეს ანუნაკები ჩამოსული. ესე იგი, როდესაც ტიამატი დაიშალა, ხო გაიშალა ნაწილებად გაიშალა და ჩამოვიდა ნიბირუდან აქ სიცოცხლე. ესე იგი, თვითონ ეს ანუნაკები ჩვენ ვუწოდებთ მათ ანქელიოსებს. იგივე ანგელოზებს, იმიტომ რომ დაფრინავდნენ ეს ანგელოზები და სინათლის მომტანები იყვნენ ანქელიოსი, ისევე ენკისთან მივდივართ.
ხო და მოკლედ ერთი სიტყვით დედამიწაზე დგანან ესენი და გადაწყვეტენ რომ აიტანონ ახლა ეს ოქრო ნიბირუზე მაგრამ ვერ გაბედავენ იმიტომ რომ ელალუ გადამალავს თავიანთ დილამშვიდობის სამარი თავიანთ ხელსაწყოებს უბრალოდ იარაღს ეს იარაღი იმისთვის იყო საჭირო რომ კომეტების ის გაიარათ რა რომ გაფრინდებოდნენ კოსმოსში გაიარათ კომეტების ეს მთელი სივრცე კომეტებს ალბათ ესროდნენ და შლიდნენ და მე ხომალდი არ ზიანდებოდა აქედან გამომდინარე ენკი ვერ გაბედავს ამ იარაღის გარეშე წასვლას ამ ოქროს ატანას ნიბირუზე და ელალუ არ ეუბნება სად არის ეს იარაღი გადამალა რომელიღაც მთაში სადაც ვერ მიწვდებოდნენ ანუნაკები ეხლა ნახეთ რა ხდება რა ერთ-ერთი აბგალი ქვია ამას ერთ-ერთი მათ შორის 50 ვინც ჩამოყვა ამ ენკის იტყვის რომ მე ავიტანო მაშინ მე გავბედავ და წავიღებო ამ ოქროსო და გადაწყვიტავს რომ მოაჯდება ხომას და წაიღებს ამ ოქროს ნუ ესენი ელოდებიან ახლა ენკი და ელალუ სხვა გზა არ აქვთ ნუ ან გადარჩება ან არა ეს აბგალი გადარჩება აიტანს ნიბირუზე ამ ოქროს აფრქვევენ ჰაერში და ეს ნიბირო უხარიათ რომ აი გადარჩაო მაგრამ საბოლოო ჯამში მზის სხივი მაინც დაადნობს ამ ოქროს და ჩამოყრის და საბოლოო ჯამში არ იყოფათ ეს ოქრო ისევ გამოუშვებენ ამ აბგალს დედამიწაზე რომ კიდევ ამოიტანოს ოქრო ჩამოდის ეს აბგალი და მერე იწყება მთელი ამბები აქ უკვე არის ნიბირუზე დარჩენილები ვინც არიან დაახლოებით 200-მდე ანუნაკია დარჩენილი და მათ შორის არის ერთ-ერთი ენკის ძმა, რომელიც არის ტახტის მემკვიდრე, იმიტომ რომ ის არის ანუნაკებში მოსული იყო თავის დაზე დაქორწინება, თავის ნახევარ-დაზე დაქორწინება და ეს ენკი არ არის ეგეთი, რომელიც სამეფო სისხლის წარმომადგენელია. ენკი არის უკანონო შვილი. ამიტომ მას არ ეკუთვნის ტახტი. მაგრამ მის ძმას ეკუთვნის ტახტი, რომელიც უთვალთვალებს ნიბირუდან დედამიწაზე რას აკეთებს ეს ენკი. ეხლა ამათ შორის ომი გაიმართება, იმიტომ რომ რაღაც ძალაუფლების ომია, ჩამოვლენ ენკის მამაც და წარმომადგენლები დედამიწაზე და მოკლედ ენკის მამასა და ენკის სიძეს შორის გაიმართება ომი. საბოლოო ჯამში ენკის სიძე დააზიანებს ენკის მამას და ენკის ელალუს დასჯიან, ჩააგდებენ საპყრობილეში. ანუ უკვე ხედავთ თქვენ რომ უსამართლობა გაიმართა დედამიწაზეც ამ ანუნაკებს შორის დიდი ბრძოლები მოხდება. იცით როგორი რაღაცა ამ ბრძოლებში თან ერთ-ერთი წარმომადგენელი ლაბორატორიას შექმნის აქ და ხედავს რომ აი ამ ოქროს მოსაპოვებლად თვითონ არ ყოფნით ძალა 200-ნი არიან მარტო რა და თვითონ ძალა არ ყოფნით და ამიტომ შევქმნათო ახალი სიცოცხლეო აგერო დედამიწაზე არიან ორფეხა არსებებიო რომელიც გენიდან მერე უნდათ რომ ადამიანის მსგავსი ჩვენაირები არიანო რა ამბობს და გავაკეთოთო ეს ადამიანი შევქმნა ის ადამიანი კი არა ახალი სიცოცხლე შევქმნათო ახალი სიცოცხლის შექმნისას ესე იგი აიღებენ ესეთ რამეს ექსპერიმენტს გააკეთებენ ამ ორფეხა არსებებისგან ანუ გორილა არის ეს მაიმუნი არის თუ რა არის არ ვიცი ზუსტად მაგრამ ორფეხა არსებებისგან აიღებენ ესე იგი გენს და შეუერთებენ ანუნაკის მამრ გენ ანუ მამრი გენი დააორსულებს აი ამ ორფეხას მაგრამ ყველა მცდელობაზე გამოდის რაღაცა ნაყოფი უუნარო აი ზოგი მახინჯია ზოგს ხელები არ აქვს ზოგს კიდურები შეტრიალებული აქვს ანუ ვერ ქაჩავს რა ეს მამრის გენი აი ამ მაიმუნებისა თუ გორილების გენში მერე მოიფიქრებენ ესეთ რამეს რომ მოდი ამათი გენი ავიღოთო და ჩვენს ქალებში ჩავთესოთო ხო და აიღებენ ამ გენს და ჩათესავენ მართლაც ერთ-ერთის ენკის დაში აღმოჩნდება რომ მართლაც გაამართლებს ეს ნაყოფი გამოვა ძალიან სრულყოფილი და მას დაარქმევენ ადამს ხო და საქმე იმაშია რომ ადამი ძალიან ძლიერი აღმოჩნდება ძალიან სრულყოფილი და მას დაარქმევენ წმინდას
აღმოჩნდება რომ ადამიანს კიდე 7 შექმნიან ასეც სხვა ქალებისგან ხო და იმათ ამუშავებენ ბიჭები გაჩნდებიან სულ ყველა მამრები გაჩნდებიან სულ ყველა მაგრამ მე კიდევ უნდათ რა რაღაცა მუშახელი და აიღებენ და ენკი თავის ცოლს და თავის ცოლში იმას იწავს ამ ექსპერიმენტს ეს თავისი ცოლი გააჩენს უკვე ქალს ანუ ევას დაარქმევენ მას ხო და ადამი და ევა ერთად არიან ახლა უკვე მაგრამ მათ არ უჩნდებათ შვილი ნაყოფიერები არ არიან დააკვირდებიან ახლა ხო ედემში დაასახლებენ ამ ადამ და ევას და ოღონდ ნაყოფიერები არ არიან ესენი რა აკვირდებიან და იფიქრებენ რომ მოდი აი გენს ჩავხედოთ რა ხდება ამ გენში ჩაიხედავენ გენში და ნახავენ რომ არ არის სრულყოფილი ერთი ქრომოსომი აკლია ერთი ქრომოსომი აიღებენ ესე იგი ენკი თავისი ნეკნიდან და ენკის ცოლი თავისი ნეკნიდან ესე იგი ენკის გენს ჩაუდებენ ადამს და ენკის ცოლის გენს ჩაუდებენ ამ ერთ ქრომოსომს ჩაუდებენ ევას ანუ ადამის ნეკნიდან კი არ აიღებენ ენკისა და ენკის ცოლის ნეკნიდან აიღებენ ამ ერთ გენს რომელიც აკლია ანუ 27 ხის ტოტზეა საუბარი 27 ხის ტოტს აკლია 1 თუ 26 ხის ტოტს აკლია 1 ხო და ამ ერთ ტოტს ჩაუდებენ ამას ანუ გენს უკვე იმას იზავენ მანიპულაციას გაუკეთებენ და ნახავენ რომ ადამი და ევა უცბად დაიწყებენ გარდაიქმნებიან რა ესე იგი დაურსულდება კიდევაც ევა და თან რას იზავენ იცით ტანსაცმელს ჩაიცმევენ ესე იგი ეს უკვე გონის გამომუშავებას ნიშნავს და აი ამ ექსპერიმენტის მთავარი ვინც არის ხო მთავარი ვინც არის იმას სხვანაირად ქვია ციდა ქვია რაღაც ციდა ქვია იმას ესო რა ქვია გაბრაზდება რომ დაინახავს ადამ და ევას ესეც მოაზროვნეს რომ რა გააკეთეთო რა და ნუ ეტყვიან რომ აი ესე სხვანაირად არ გამოვიდოდაო რა ვერ გამრავლდებოდნენო და გაბრაზდება და კი არ მოაკვლევინებს გააგდეთო ამ ედემიდანო არ არისო აქ საჭირო ადამიანო ესეთი არ მოეწონება რა იმიტომ რომ აზროვნება დაიწყო უკვე ადამიანმა გააგდებენ ადამ და ევას ამ ედემიდან გაიყვანენ ისეთ ადგილზე სადაც წყალიც არის და თვითონ უნდა გადაირჩინონ თავი და გადაირჩენენ ეს ადამი და ევა თავს მაგრამ საქმე იმაშია რომ ამათ სჭირდებათ მუშახელი რომ ეს ოქრო გამოიმუშაონ ხო და კი ეს 7 მამაკაცი ყავთ ადამიანნაირი მაგრამ ეხლა ის სხვას ვეღარ ქმნიან და ამიტომ ადამი და ევას შვილებს აიღებენ ადამი და ევას შვილებს გაუჩნდებათ ესე იგი პირველი შვილი ესენი არიან ტყუპები ქალი და კაცი და ამ ქალი და კაცისგან 30 ქალი და 30 ვაჟი წარმოიქმნება ანუ ეს ტყუპები 30 ქალს და 30 ვაჟს გააჩენენ და მე რა აქედან გამრავლდება მთელი კაცობრიობა რა და ესენი იყენებენ ამად როგორც მონებს და თან ამათ ქალებს იყენებენ როგორც რა ვიცი რა ეხლა დღეს რომ უკვე ჩანასახებს თვითონ წარმოქმნიან ხო ემბრიო აღარ სჭირდებათ მათ ემბრიო და ისინი რატომ არის რომ იბარებენ დღეს იმიტომ რომ ემბრიოს და ქალის უჯრედებს ქალის კვერცხებს იმიტომ რომ მათ მონები სჭირდებათ პრინციპში ჩვენ ვიყავით წარმოქმნილი იმისათვის რომ მონად ყოფილიყავით მათ მონებად აი ხო ამას ვინ გვეტყვის და ვინ დაგვიწერს წერაც მათი ნასწავლია ჩვენამდე და კითხვაც და ყველაფერი რაც კი არსებობს და ჩვენ ხوار გვეტყვიან რომ იმიტომ გაგაჩინეთ რომ მონები გჭირდებოდაო რა უბრალოდ ეხლა გამოდის ეს ინფორმაცია და ეხლა რა ხდება ნახეთ ადამ და ევასგან ხო წარმოიქმნება ეს 30 ჯერ ორი ტყუპს გააჩენს და მე 30 რა ვიცი მე რა ქვიათ მაგათ რა სახელებს დაარქმევენ საქმე იმაშია რომ ვითარდებიან ესენი ადამიანები ძალიან ემსგავსებიან უკვე იმ ანუნაკებს ხო და საბოლოო ჯამში ამათ ნაშობს გავიდა უკვე ძალიან დიდი ხანი
ამათ ნაშობს გაუჩნდება ადატა. ადატა არის ერთ-ერთი, რომელიც ახლოს არის აი ამ ანუნაკთან, ენკისთან. და ადატას აიყვანენ ნიბირუზე. ნიბირუს მართლაც არ მოეწონება ეს ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი არ უნდა ამოვიდეს ნიბირუზეო, აქ არაფერი ესაქმებაო და წამოიყვანენ ადატას ისევ დედამიწაზე. არ დაასახლებენ ნიბირუზე. წამოიყვანენ დედამიწაზე, დაასახლებენ დედამიწაზე ამ ადატას და ადატას ტიტი ქვია მის ცოლს. ადატა და ტიტი გააჩენენ კაინს და აბელს. კანი და აბელიც მოხვდებიან ნიბირუზე, სხვათა შორის. ხო, მე უფლის მონა ვარ, ამბობს ჯანა. მონაზღვენები, იმიტომ სჭირდებათ მეთქი რომ ხო ვიძახდი. ადატა და ტიტა გააჩენენ კაინს და აბელს. ესენი არ არიან სხვათა შორის ტყუპები. ესენი ძმები არიან. როდესაც ადატა და კაინი და აბელი წარსდგებიან ელალოს წინაშე, გადაანაწილებენ. კაინმა უნდა ცხვარს მიხედოს, აბელმა უნდა მიხედოს აი ამ მოიყვანოს პური და რა ვიცი, რაც სისხლს არ ეხება რა. როგორც ვიცით, ბიბლიიდან უკვე ეგრე არის, ანუ მოყავს პური, ხორბალი და მოყავს ხეხილი. საბოლოო ჯამში მოხდება ამათ შორის ომი. კაინს და აბელს შორის ესეთი რაღაც მოხდება რა, რომ კაინი ეუბნება აბელს, რომ მე უფრო ვარ გამოსადეგიო რა ღმერთებისთვისო და აბელი ეუბნება, რომ შენ რას აკეთებო, მევაცმევო მათო, ანუ შალითო მევაცმევო მათო და ხორცით მევაჭმევ მათო და შენ რა არაფერს არ წარმოადგენო მათთვისო რა. ამათ შორის ესეთი შელაპარაკება მოხდება და ძალიან გარისხდება კაინი ამაზე, იმიტომ რომ სიმართლეს ეუბნება აბელი და აიღებს ქვას და ქვით მოკლავს. ანუ შურს ვერ მოერევა ბუღმას შურს რა და მოკლედ ეს ტიტი იგრძნობს ამას, გაიქცევიან ტიტი და ადატა და ნახავენ რომ ეს თავის ძმის გვერდით არის და ჩაჩოქილი და მკვდარი უსულთგმულოდ აგდია ეს კაინი, აბელი. ამაზე განრისხდება ეს მთავარი აბგალი არა. ერთ-ერთი. ვიცი რა ქვია მაგ ერთ-ერთს? მარდუქი. განრისხდება, იმიტომ რომ მუშახელი დაუკარგა ამ კაინმა და მოკლას უპირებს, მაგრამ ეს ენკი გადაარჩენს, რომ თუ კი კაინს მოკლაო, მაშინო იმის თესლისგანო დაიკარგებაო ერთიო რა. ბოლო რატო იყო, მაგრამ ანტუს თესლისგან დაიკარგებაო და ანტუ კი არა და ადატას თესლისგან დაიკარგებაო და მოდი გავუშვათო ედემიდანო და თავისთვის იყოსო. კარგიო დათანხმდებიან, გაუშვებენ ამ კაინს და ნახე ეს შემქმნელი, ციდა ქვია მეთქი რო გითხარით, ხო? რაღაც ციდა ქვია, წინა სახელი აქვს კიდე, ციდა არის მეორე ნაწილი. ეს შეუცვლის კაინს შეუცვლის გარეგნობას. წვერს წაართმევს. წვერი აღარ ამოსდის კაინს. ხო და მისი გამრავლდება კაინის წარმომადგენლობა და ეხლა წარმოიდგინეთ, თუ კი კაინს წაართმევს წვერს, ესე იგი მის შთამომავლობასაც წვერი არა აქვს. ეხლა დააკვირდით. დღევანდელ რეალობაში წვერი არ აქვთ ინდიელებს, ჩინელებს, იაპონელებს მე მგონი კიდე, თურმე მათაც არ აქვთ. ინგუშებს კი არა და იმათ ციმბირში ცხოვრობენ, მათაც არ აქვთ წვერი. კიდე არ აქვთ წვერი. სხვადასხვა, აი, რამდენიმე ერი არსებობს, რომელსაც წვერი არ ამოსდის. ესე იგი, ესენი არიან კაინის წარმომადგენლობა. იმიტომ რომ ადატა დაბერდება, დაიბარებს ამ თავის ყველა შვილს რა, რომ შეკრებს და მათ შორის აბელსა კაინსაც შემოიყვანს ამ ედემში ისევ და ეტყვის, რომ შენგანო გამრავლდებაო, 7 ნაცია წარმოიშობაო.
მაგრამ შენ ისე მოკვდები როგორც შენ მოკალი შენი ძმაო რა და მართლაც ქვით კვდება მერე კაენი ქვები ეცემა თავში ხო და საქმე იმაშია რომ ესე იგი სეითიც გაუჩნდება ამ ადატას სეითის წარმომადგენლობას ლოცავს რომ შენი წარმომადგენლობა უკან დაბრუნდებაო ანუ უკან დაბრუნებას რას ნიშნავს ალბათ გამრავლებას ეუბნება რა მე ზუსტად ვერ გავიგე მაგრამ ესე იგი სეითისა და კაენის წარმომადგენლობა დედამიწაზე მრავლდება როგორც ადამიანის სახით რა ადამი და ევა საერთოდ აღარ არის ნახსენები მაგათ შორის ტიტი არის ის კაენის დედა ტიტი კაენისა და აბელის დედა და არა ევა არის სხვა ვინმე ადამი და ევა ნახსენები აღარ არის ისიც არ არის ნახსენები როგორ მოკვდებიან ეგ ადამი და ევა ხო და საქმე იმაშია მეგობრებო რომ აი ესე მოვდივართ აქამდე ადამი და ევა მე გამრავლდებიან და ეხლა ნახე რა ხდება ნიბირუ პლანეტა ნიბირუ უკვე კვდება აბსოლუტურად ვეღარ გადაარჩენენ იმას და მოდიან დედამიწაზე ეს 200-ვე ანუნაკი და სახლებიან დედამიწის სხვადასხვა ადგილებში და საქმე იმაშია რომ სხვათა შორის აფრიკაში იპოვიან ოქროს დიდი რაოდენობით და აფრიკაში ჩადიან დედამიწის შუაგულში არ ვიცი მოკლედ იქიდან გამოიმუშავებენ ოქროს და წარმოადგენენ მე ააშენებენ თელს იმებს აი ეგვიპტეში ხო ეს ამხელა ისენი როა შენობები და ამხელა პირამიდები რო იყო მაგათი აშენებული იყო ამ ხომალდები დაფრიანავენ როგორც უნდათ ისე ძალიან ძლიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ ეს ანუნაკები ხო და საქმე იმაშია რომ ანუნაკების გარდა მე მგონი ეს ანუნაკებში არ არის მოთხრობილი მაგრამ ანუნაკების გარდა სხვა ვარსკვლავთა ცივილიზაციები არსებობდნენ რომლებიც დედამიწაზე დაეშვნენ ესენი იყვნენ ორიონელების წარმომადგენელი ცივილიზაცია მათ უკვე სხვანაირად ეწოდებოდათ ანუნაკები აღარ ეწოდებოდათ მათ იმიტომ რომ ანუნაკები იყვნენ ნიბირუს წარმომადგენლები დედამიწაზე ისეთ რაღაცებს გააკეთებენ რომ ხანომობენ და ერთმანეთს დაჭამენ და აი ამ ომში ეწირება ადამიანები ისევ და ისევ თავიანთი ამ მაიმუნისა და ღმერთის ნაერთები ან გორილასა და ღმერთის ნაერთები და ისე თუ დააკვირდებით ადამიანების რასებს არიან ადამიანები რომლებიც გვანან მაიმუნებს გარეგნულად გორილებს და არიან რასები რომლებიც საერთოდ არ გვანან აი მაგალითად საქართველოში ნაკლებად გვანან გორილებს არ გვანან გორილებს ისინი ვინც საქართველოში ცხოვრობენ ძირითადად რა, მაგრამ არიან კი ისეთებიც, რომლებიც გვანან გორილებს. ეხლა ზეზვა და მზია რო იპოვეს, ისინი გორილებს გვანან აშკარად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ საქართველოში სხვა, ანუ ეს ღმერთკაცები ცხოვრობდნენ რა და ეს ღმერთკაცები და ისინი არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ფიზიკურად გავდნენ ერთმანეთს. მხოლოდ გარეგნულად განსხვავდებოდნენ. ამათ სხვანაირი სახეები ჰქონდათ. ლამაზები იყვნენ ეს ღმერთკაცები, ეს ანუნაკები და საქმე იმაშია, რომ ატომური ომი გაიმართება სინაის მთაზე. სინაის მთა არ არის იქ, დიდი მთა არის ის სინაის მთა, აი ძალიან დიდი მთა არის, იმიტომ რომ ატომური ომი იმართება და იქ ეხლა სინაის მთას რო გეუბნებიან, აქ არისო ისრაელიტები, ეს არ არის, ეგ მაგ მთაზე რა ატომური ომი გაიმართებოდა. ატომური ომი იმართება და აი აქედან მერე უკვე ალბათ შედიან იმაში, კლდეებში. სადაც უკვე წარმოქმნილი აქვთ მთელი საცხოვრისები და საცხოვრებლები რა. იმიტომ რომ ატომური ომი რო იმართება, წარღვნა მოხდება ამის მერე. მოკლედ, ეს ჩვენი განვითარება იქამდე მიდის, რომ თაობიდან თაობამდე ეს ადამიანი იხვეწება და სხვათა შორის ნოეს ბაბუა, დიდი ბაბუა ენოქი არის ანუნაკის საუკეთესო მეგობარი. ანუ ამ ენკის საუკეთესო მეგობარი. ენკისთან ერთად დამოგზაურობს ეს ენოქი. და ენოქი არის ნახევარ ღმერთკაცი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ენოქი ადამიანი არ არის. ღმერთკაცია ენოქი. ენოქი
არა, ადამის შთამომავალია კი. ადამის შთამომავალია არის ნახსენები. ადამის შთამომავალია ენოქი. ენოქის შვილიშვილი მერე ნოე, უკვე ისიც ურთიერთობს ამ ანუნაკებთან, ისინი მიეხმარებიან ამ ხომალდის აშენებაში და უკვე იციან ამ ანუნაკებმა, აქვთ მათ იმის გამოთვლის უნარი, ეხლა მთელ ვარსკვლავების შექმნაში იღებდნენ მონაწილეობას და რომ იციან, რომ ისეთი რაღაც ემართება უკვე დედამიწას, რომ წარღვნა იქნება რა. ამიტომ ნოეს ეტყვიან, რომ შენ შეაგროვე შენი ყველა საყვარელი ადამიანი ვინც გყავს, შენი ცხოველები და ისინი და შედით ამ ხომალში, იმიტომ რომ მოდის ეს წარღვნა. ამასობაში ესენი ჯერ ნიბირუზი არიან კიდე ასური. ნოეს გადაარჩენენ და მთელი კაცობრიობა იღუპება. აი ეს ამდენი ნაშრომი ამათი ეს გაჩენილი შვილები ყველა იღუპება რა. ხო და ბიბლიაში ესე არის მოთხრობილი, რომ ღმერთი განრისხდება და ღმერთი დასჯის ამათ, ენოქის წიგნის თანახმად. ამ ანუნაკების ისტორიაში ესე არის, რომ ეს ღმერთი ვინ არის არ იციან ამათმა რა, მაგრამ იციან, რომ რაღაცა ვარსკვლავური წყობა ისე იქმნება, უკვე რომ დედამიწას მთლიანად გაანადგურებს. ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, ესე ხდება, რომ ნოე გადარჩება, მერე ნოესგან წარმოიშობა ისევ კლავ ადამიანები და ასე შემდეგ. ჯერ არ დამთავრებია ფილმი, არ დამთავრებია, მაგრამ აქ მივედი რა, რომ საქმე იმაშია, რომ ეს ანუნაკები ყველანი 200 კაცი ჩამოდის დედამიწაზე. მერე ერთ-ერთს აქვს უფლება დაქორწინდეს ადამიანის ქალიშვილზე, მერე ეს 200 განრისხდება, რომ რატო ის თუ დაქორწინდებაო, ჩვენ რატო არ გვაქვს უფლებაო და ეს 200-ვე აჯანყდება თავისი მმართველის წინააღმდეგ და 200-ვე დაქორწინდება ამ ადამიანის ქალიშვილებზე და შექმნიან ოჯახებს. აი ესე მეგობრებო. ამიტომ ვარ ჩვენ ნახევარ ღმერთკაცები, რო უწოდებთ ჩვენ თავის ღმერთკაცს. ეხლა საკითხავი ის არის. თუ კი ეს ანუნაკები არიან ანქელიოზები, ასევე მათ შორის გაბრიელი, მიქაელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვინ ეკონტაქტება ევას? ევა რა არის, კაცო? მარიამს. მათთვის მნიშვნელოვანი არის, ანუ ნახე, ქალები არის მათთვის მნიშვნელოვანი, მამაკაცები ნაკლებად. ანუნაკებისთვის ქალები იყვნენ იმისათვის მნიშვნელოვანი, რომ ჩასახული ნაყოფი ყოფილიყო სრულყოფილი. ადამიანისა და ადამიანის წარმოშობისა და ანუნაკის ქალი ვერ ჯვარდება, იმიტომ რომ არ არის ძლიერი მამაკაცის გენი იმდენად, რომ ანუნაკის ქალი დააორსულოს. მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანისა და ანუნაკი მამაკაცის ნაჯვარი სრულყოფილი გამოდის, ანუ ადამიანის ქალიშვილის. ესე გამოდის, რომ ევა კი არა და მარიამს აორსულებენ ერთ-ერთი ღმერთკაცისგან. არ ვიცი რომელი ღმერთკაცისგან რა, ეს ალბათ კიდევ სხვა სისტემიდან მოსული ანგელოზები არიან. არ არიან ნიბირუდან მოსული ანგელოზები. ამიტომ გაბრიელი რომ მთავარანგელოზი როეუბნება ევას და ნებართვას იღებს, ნახე, ნებართვას იღებს. ანუნაკებში არ არის ეს, რომ ნებართვას იღებენ. არც ერთი ანუნაკი არ იღებს ადამიანის ქალიშვილისგან ნებართვას. ყველას აორსულებენ როგორც უნდათ ისე რა. მაგრამ ეს ანგელოზი იღებს ნებართვას ესა მარიამისგან, რომ თუ ინებებო ჩვენო შენ გაგიჩნდებაო შვილიო, ანუ კაცის ძეს იმიტომ უწოდებს, იმიტომ რომ მარიამი ადამიანია, კაცი ქვია კაცი, დედაკაცი და მამაკაცია გესმის და კაცის ძეს ენოქი იმიტომ უწოდებს, რომ მარიამისგან გაჩენილი შვილი მაინც კაცის ძედ ითვლება. გესმით? ხო და ოღონდ მისი მამა არის, არავის არ უნახავს ჯერ. ანუ თვითონ ანუნაკებსაც არ უნახავთ, ვინ არის იმ ქრისტეს მამა. გესმით? იმ ხელა სინათლეშია, ის სასუფეველშია და ამათი ანუნაკების მამა კიდე ის არის
რა ვთქვი? ელალუ არა კაცო, მეორეს რა ერქვა? ხო თქვი ვახსენე ეხლა დამავიწყე. მოკლედ ამათი ანუ აქ გამართული არის ღმერთკაცები, ნახე როგორ არის რა. ზოგიერთი ანუ კაცობრიობაში, როდესაც ქრისტე მოვიდა, იმას სულ სხვა რამე იქადაგა. ვიდრე თქვენი მამამ რუში დამკვლელი არის, ხო ამბობს პირდაპირ ამ ხელს იუდეველებს. ესე იგი ქრისტეს ასწავლის სხვა ვინმე. ქრისტე ხო 40 დღე წასული იყო და იქ ვინ ასწავლიდა ჩვენ არ ვიცით. ქრისტემ რა არის ამ ცხვირში რაღა. ქრისტე აბსოლუტურად სხვა მამაზე საუბრობს, ვიდრე ჩვენამდე მოსულია დღემდე ძველი აღთქმის კაცობრიობის ღმერთები, ესენი არიან ანუნაკები, რომლებსაც ენკი ქვიათ, ენკი ბენკი საკლისა, რაღაცა ჩვენთან ხო არის ის გათვლები რა, ანუ სახელები შემორჩენილია ჩვენს მეტყველებაშიც, ანუ სამეტყველო ლექსიკონშიც. ელალუ ტიტი ზურაბიც ჩდება მერე. ზურაბ იყო ერთ-ერთი აი ამ ტიტისა და ადატასა და ტიტის შემდეგი შვილი არის ზურაბ ქვია. ანუ ზურაბი ქართული სახელია, ხო? სხვათა შორის ტოტ ატლანტსაც აქვს ნახსენები ზურადუმ არის ბოლო სიტყვა, რაც უნდა უთხრა მთის კლდის გახსნის შემთხვევაში. მოკლედ, იქ ტოტ ატლანტის იყენებს ამ დამწერლობას. ეხლა რა არის, იცი? საინტერესო არის ესეთი რამ რა. ქრისტეს მამა ვინ არის? არ ვიცით ჯერ. ქრისტეს მამასთან ურთიერთობა აქვთ მიქაელს გაბრიელს. არსიალალური მოხსენიებული არის ენოქის წიგში, მაგრამ თვითონ ენოქი არსიალალურს არ იცნობს, თუ იცნობს, ხო, კი იცნობს. მიქაელსაც და გაბრიელსაც იცნობს ენოქი. ხომლის მთაში არის ორიონის სისტემის ვარსკვლავთა განლაგება აღბეჭდილი კლდეზე. ესე იგი, ორიონელები, ჩვენ ორიონელებსაც ვისაუბრეთ წინა ლაივში, ორიონელები არიან სხვა სისტემის, მზის სისტემის. სინათლის ხალხი არიან ორიონელები, ანუნაკებზე უფრო მაღლად განან, იმიტომ რომ მათ აქვთ შემოსვლისა და გასვლის უფლება აი ამ შარში. შარი არის ის საცავი, რომელიც დედამიწას გადააფარეს ამ ანუნაკებმა, რომ დაცულიყო დედამიწა და ისინი შემოდიან და გადიან ძალიან ჩვეულებრივად ეს ორიონელები ამ სივრცეში და ამიტომაც ანუნაკების შთამომავლობა აი დააკვირდით რა ადამიანებს, დავიხალე უკვე ლაპარაკით. ადამიანების გარეგნობაზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული. ადამიანის გარეგნობას აქვს დიდი მნიშვნელობა. არის ღვთიური თუ ანუნაკის წარმომადგენელი და ჩვენ დედამიწაზე თითქმის ყველა ვართ ანუნაკებისა და მაიმუნების ნაჯვარი. მერე ქრისტე ოღონდ არის სხვა რაღაცა, სხვა კიდე. იმიტომ რომ არ ვიცით იმის მამა ვინ არის, საერთოდ არ ვნახავს არავის. ქრისტეს გარდა. და გაბრიელს აქვს კიდე იმის წინაშე წარსდგომის უფლება. საქმე იმაშია, რომ ქრისტეს ყავდა თუ არა აქ შთამომავლობა. წესით ქრისტეს უნდა ყოლოდა შთამომავლობა ამ დედამიწაზე.
გესმით? უნდა ყოლოდა, იმიტომ რომ ქრისტესგან მერე ღვთიური სისხლის წარმომადგენლები იშობიან, მათ იცავენ, ის ორი ქალიშვილი ყავს, როგორც მე ვიცი, ერთ-ერთს ქვია სარა თამარი და მეორეს არ ვიცი რა ქვია. და ქალები მნიშვნელოვანი იმიტომ არიან, რომ ქალებს გენეტიკა გადააქვთ უფრო დიდი რაოდენობით, დიდი მატერიით, ვიდრე კაცებს, კაცის გენს. გესმით? ანუნაკებშიც ჩანს ეს, ეგრე რო არის და მე როგორც ვიცი, სარა თამარისა და მისი შვილი, ქრისტეს შვილს იცავენ უკვე ესენი, როზენკროიცები. ვარდის ჯვრისანები რა, ჯვაროსნები, ვარდის ჯვაროსნები. როზენკროიცელები, იმიტომ რომ ისინი აი ამ გრაალს იცავენ, მაგის სისხლს იცავენ, გრაალი, ეგ არის ქრისტეს სისხლი, რო იცოდეთ რა. და არა რაღაცა თასი არ არის. და მაგათ იცავენ და სხვათა შორის მერე არის ნათქვამი, რომ გადადის ეს სარა თამარი საფრანგეთში, იმიტომ რომ მაგდალინელი იქ მიდის. ხო და იტალიაში და საფრანგეთში და იქ მოაქცევს ხალხს. მოკლედ ჩვენ არ ვიცით რა ქრისტეს წარმოშობის ვინ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს დედა მარიამის სისხლისა, ვინც არის, იმის სისხლის არიან ბაგრატიონები. ჩვენ ეგ ვიცით. ანუ გამოდის, რომ ის თესლი, რომელიც აირჩია იმ ღმერთმა, რომელიც არის ქრისტეს მამა, მარიამის თესლი აირჩია, არის რაღაცა სუფთა. ამ თესლის წარმომადგენელი არის ასევე ბაგრატიონები. და დღემდე მოდის ეს შტო, ბაგრატიონთა შტო. არა იმ გვარგადაკეთებულთა ბაგრატიონთა შტო, არამედ ბაგრატიონთა შტო, რომელიც არის მარიამის წინაპართა შტო. ეხლა რა მინდა გითხრათ, იცით, რომ ქორონიკონის მიხედვით ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ როდესაც ქრისტე მოდის დედამიწაზე, გასული არის ადამის შექმნიდან 5500 წელი. ესე იგი 5500 წელია. აქ რადგან ენკი და ანუნაკები უსაშველოდ ცხოვრობენ, 1000 წლები ცხოვრობენ და ჯერ კიდევ ენოქის დროსაც ცოცხლები არიან, ეს ენკი არ არის გამორიცხული, რომ დღესაც ცოცხალი იყოს. ოღონდ ის არ არის, ჩვენ არ გვენახება რა. ხო და ენკი არ არის ცუდი ტიპი. ენკი არის დედამიწაზე ჩამოსული იმისათვის, რომ ნიბირო გადაერჩინათ. მაგრამ ვერ გადაარჩინეს ეს ნიბირო. ხო და აქ ვინც ცხოვრობენ ეს ჩამოსულთაგანი რა, ვინც ცოცხლები არიან და ვინც არ დაიღუპა, ჯერ კიდევ შეიძლება იყვნენ ცოცხლები. და საცხოვრობენ ღმერთმა კაციშვილმა არ იცის, იმიტომ რომ როგორც ჩანს მაგათ აქვთ საზღვარი, ედემიდან გამოყრიან ხალხს, შეყრიან, როგორც უნდათ ისე ატარებენ რა და აი ესენი სად არიან, საცხოვრობენ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ერთ-ერთი პილოტი, რომელიც იყო, ესე იგი, პოლუსებს იქით მოხვდა და ნახა, რომ აბსოლუტურად სხვა ცხოვრება არის, რაღაცა საოცრება არის იქ. ხო და რო დაბრუნდა უკან, ეს რომ მოყვა გიჟად აღიარეს რა, გიჟი ეგონათ გაგიჟდაო. არა და ეს კაცი ყვება, რომ მოხვდა ისეთ ადგილზე, სადაც აი წარმოუდგენლად სილამაზე არის. სავარაუდოდ აი ამ ანუნაკების სამფლობელოში მოხვდა, რომელსაც ადამიანებისგან არავის არ ასუნინებენ შიგნით რა. საინტერესოა, ხო? ძალიან საინტერესო რაღაც გამოდის ახლა. ეს ფილმი, მეგობრებო, ახლა მე საიდანაც მოგიყევით, 2 საათიანია და ჯერ არ მიყურებია ბოლომდე, არ მინახავს ბოლომდე. არის 1 თვის წინ გამოშვებული. ეხლა რა წყაროდან არის აღებული ეს ინფორმაციები, ვინ შექმნა და რა, არ ჩავძიები ვარ მართალი გითხრა, უბრალოდ მე რო უყურებდი, ყველა სიტყვა რეზონირდებოდა ჩემთან რა. არის მივიღე, იმიტომ რომ არის სიმართლე.
მაგრამ მე ის ვერ მივიღე, აი რასაც ჩვენ გვიყვებიან, რომ აი ჩაისახა კაცის გარეშე ჩაისა მარიამს კაცი არ უნახავს, სანამ ჩაისახებოდა ის იმ მამისგან თესლი. გესმის? არ უნახავს, მართლაც სუფთა იყო და ამიტომ აირჩიეს მარიამი. მაგრამ მარიამმა მერე კიდევ გააჩინა შვილები იოსებისგან, ანუ ადამიანის წარმოშობის არსისგან გააჩინა კიდე შვილები. 6 შვილი ყავდა მარიამს, ქრისტეს გარდა. ქრისტეს მამა სხვა იყო მართალია. ქრისტეს მამის დნმ დღესაც ვერ გაიგეს როგორია, მაგრამ ქრისტეს დაძმანი ყავს, რომლებიც ვერ იგებენ საერთოდ რას ლაპარაკობს, ეს ქრისტე დადიან და დაყვებიან ესე ბატებივით. მოკლედ აქ გენეტიკაზეა საუბარი. არსებობენ ცივილიზაციები, რომელ გენეტიკასაც ჩვენ არ გვანახებენ, ესე იგი არიან მაღალი ცივილიზებული ხალხი. აი ეს პირამიდები ოქროსი საფარით იყო, რო იძახიან, ეს ყველა ოქრო გაძარცული არის და დღესაც ხო დაიკარგა 3 წლის წინ რაღაცა დიდი რაოდენობით იქიდან გაქრა ოქრო. საცავიდან გაქრა ოქრო რა, ბანკის საცავიდან. სად გაქრა ეს ოქრო? ღმერთი კაციშვილმა არის ის. ეს ოქრო დღესაც მნიშვნელოვანია მაგათვის როგორ ჩანს. ეხლა გეტყვით ოქრო რატოა მნიშვნელოვანი? ოქროს აქვს მაღალ სიხშირის არის ოქრო. არც სპილენძი, არც ის არ აინტერესებდათ, მაგათ აინტერესებდათ მარტო ოქრო. იმიტომ რომ მაგას აქვს შემცველობა და დღევანდელი ჩვენი მღვდლებიც იმიტომ ოქროებში დადიან სულ, იმიტომ რომ ეგ რო არ დაიკიდონ, საერთოდ სიხშირეს ვერ მიიღებენ. მაღალ სიხშირეზე ვერ არიან. ქრისტეს არ სჭირდებოდა ოქრო, იმიტომ რომ თვითონ იყო მაღალ სიხშირეს მიმღები. ქრისტე იყო თვითონ ოქრო. ეხლა კიდევ თმასთან დაკავშირებით. თმაში არის ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო. ადამიანის სხეულის ნაწილებში თმაში გამომუშავდება ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო. ამიტომ არის თმა ანტენა, მიმღები. შენ თუ ამას დააზიანებ, ან შეღებვით ამას აზიანებ ოქროს და კლავ. ამიტომ თმის შეღებვა აზიანებს მიმღებლობას. თუ კი შენ გინდა მიმღებლობა გქონდეს, ანუ იმ ინფორმაციების, რომელსაც გაწვდიან, ხო? მაშინ გაანებე შენ თავს, თმებს თავი და მიიღე. ნუ ხარ ამ ხიბლში, რომ აი ლამაზად გინდა გამოიყურებოდ. ესეც ლამაზია. მიიღე ეს სილამაზე. აი ეს არის ბუნებრივი არის სილამაზე, მიიღე ეგრე. მაგრამ არ აწყობთ ანუნაკების ზოგიერთი წარმომადგენელი იყო ძალიან წამპალი რა, იმიტომ რომ აი ეს ადამიანებს უყურებდა როგორც მონებს მარტო. და რატო ქვია მონა ზღვენი? მონა ზონი რატო ქვია? იმიტომ რომ მონა ხარ შვილო. იმათთვის ხარ მონა. შენ გამუშავებენ მარტო და ქალი არის კიდე გამჩენი. ქალი არის მარტო ის, რომ გააჩინოს სიცოცხლე მონა გააჩინოს, გესმის და ქრისტე მოვიდა და გაგვათავისუფლა ამ მონობისა და გითხრა რომ ეს არ არის შენი მამა რა, ეს არის რუში და მკვლელი. გამომყენებლობითი. გეუბნება არაკაცკლა და თვითონ კლავს 200 ადამიანს, თუ რა ვიცი რამდენი ადამიანი გაწყვიტა, მილიონობით ადამიანი. ამიახვებ. ხო და მაგას გეუბნებით რა. შუმერულ მითოლოგიას კი არ გავს, ეგ არის ნონა. შუმერული მითოლოგია გვიყვება სიმართლეს, ეს არ არის დროებში. დროებში, ანუ ნახე, ებრაელებმა აიღეს და ეს ყველაფერი ისე დაალაგეს, ბიბლია იმიტომ მოგწეს, რომ ყველაფერი როგორც უნდათ ისე გაცხრილეს და ისე დაგვილაგეს რა, რომ ჩვენ დებილები ვერ მიხვდებოდით და საქმე იმაშია, რომ ქრისტემ რომ მოიტანა ეს ცნობიერება, გაგვანათლა. გესმის? და ვინც ქრისტეს ცნობიერებაშია, ის იღებს ამ სინათლეს. ვინც ვერა, ის ვერ იღებს რა. ძალიან ადამიანს შექმნა ენკიმო. ადამიანის შექმნა ენკიმო, ხო? ენკი გამოქვაბულიდან გამოსულს ნიშნავსო. არა, გამოქვაბულიდან გამოსულს კი ანიშნავს, ენკი იყო ის. ენკიმ კიდევ არ შექმნა, ენკი იღებდა მონაწილეობას შექმნაში, მაგრამ ის ციდამ შექმნა, ექსპერიმენტის მეთაური იყო ციდა. ციდას ნაწილია ეს, ციდას კიდე სხვა რაღაც ქვია თქო, ხო გეუბნებით რა, ვერ დავიმახსოვრე. ხო და ეს ლაბორატორია სად იყო? ალბათ მთებში, იმიტომ რომ მთებში უნდა ქონოდათ მათ ლაბორატორიები.
მთებში აქვს მათ შესასვლელები, დიდი ლაბორატორიები, ხო და ხო. ამ მთებში გასაღებები დღესაც არის, ანუ ნახე, რჩეული ადამიანები, ეხლა ჩვენ ჯერ კიდევ ადამიანების დონეზე ვართ, არ ვიცით ის ცნობიერება, რითაც ისინი მანიპულირებენ ადამიანებზე, ხო? მათ ძალიან დიდი ცივილიზაციები აქვთ და ინფორმაციები აქვთ, ყველაფერი შეუძლიათ მათ და გარდა იმისა, რომ ოქრო წარმოქმნან. ოქროს საწმისი ქართველებს რო ქონდა, არც ეს არ არის შემთხვევითი. ოქროს იღებდნენ აი ამ მთელი ბეწვისგან. ამაზე ფორმულაც ეწერა. ფორმულა არ არის. ეხლა მივხვდი რატორი. ცი, ფორმულა რო ქონოდათ, მათ სულ არ დასჭირდებოდათ დედამიწა რა. იქ შექმნიდნენ ოქროს ნიბირუზე. არა აქვთ ფორმულა. მაგათ აქვთ უბრალოდ რა? ცხვრის ტყავი, ცხვრის ტყავზე დადებდნენ, სვანეთში ესე არის რა, გადმოცემიდან. წყაროზე დადებდნენ ამ ცხვრის ტყავს და ეს იკრავდა მთელ მტვერს, ოქროს მტვერს. მერე ამას დაბერტყდნენ და აი ეს მტვერი სჭირდებოდათ მაგათ. მტვერი, რომ იქ აეტანათ და აეფრქვიათ საში. გესმით თქვენ რაშია საქმე? ამიტომ ოქროს საწმისი შეიძლება ცხვრის ტყავის არ იყო ეს. რაღაცა ტყავი გამოიმუშავეს, რაც ამ ოქროს იმებს იკრავდა და ეს ამაზე იყო მთელი ომი, მერე რომ ეს ეპოვათ და წაერთვათ არგონავტებს. ზუსტად შენაირად ვფიქრობ, ნონა ამბობს. ხო, რა, ანუ ლოგიკურად რო ვიაზროვნოთ, ხო? ეს ყველა არტეფაქტი რაც ჩვენ დარჩენილი გვაქვს, თუნდაც ეს პირამიდები. პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენი შექმნილი ეგ არ არის. არ არის ეგ ჩვენი შექმნილი. მაგ ცივილიზაციამდე ადამიანი ვერ მივიდოდა და ერთ-ერთი დაკვირვების შედეგად მე იმისიც მივხვდი, რომ ადამიანი რკინას ვერასდროს ვერ ჩაწვდებოდა, როგორ გამოიმუშაოს რკინა. ეს არის სხვა ცივილიზაციის მოტანილი. ანუ ეპოქალური გენკოდი მაინც დარჩა და ეხლა არქეტიპულად დევს ახლა ჩვენს დნმ-ში კი. მერე ეხლა ნახე რას აკეთებენ, ეს მთლიანად ადამიანი რომ არ გასხივოსნდეს, იმიტომ რომ ადამიანი ახლოს იყო ღმერთთანო რა, იმიტომ შეშურდათ მერე რომ გამოუშვეს იქიდან. რატო გააკეთეთ ეს? ადამი გონიერი იყო. მე მგონი მაგათზე გონიერიც იყო და იმიტომ გამოაგდეს ედემიდან იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ადამი რომ ესე განვითარებაში წასულიყო, იმ ედემს მთლიანად დაიპყრობდა. ამიტომ გამოუშვეს. არ მოეწონათ ეს ამბავი. ამიტომ ჩვენ ეხლა ცდილობენ, რომ მაგათ ჩვენი გენი დაასუსტონ. ხან სიხშირეებით, ხან წამლით, ხან ვირუსებით და ხან რითი აღარ რა. მაგრამ ადამიანის გენი როგორც ჩანს ძალიან ძლიერია. იმიტომ რომ ხო იცით შეჯვარების ისინი არიან ინცესტში. დისგან და ძმისგან დები და ძმები ერთმანეთზე ქორწინებიან, შვილი და დედები ერთმანეთზე. მოკლედ ისინი ინცესტში არიან და მათი გენი ვერ ვითარდება რა, სწორად და არც იყვნენ ბევრი დარჩენილი. 200 ანუნაკი ჩამოვიდა მარტო დედამიწაზე. 200 ანუნაკი რო ჩამოვიდა, იგი თავიანთი ისინი შექმნეს. ღმერთს განურისხდნენ ისინი, რომ როგორ შენმა შვილმა თუ შეიძლება რომ დაქორწინდეს ადამიანის ქალიშვილზე, ჩვენ რატო არ უნდა დავქორწინდეთ და რატო არ უნდა ვიყოთ მათთან ერთად და დაქორწინდებიან და მერე ღმერთმა იცის ახლა იმათი და ადამიანების ნაჯარი სხვადასხვა ერები და სხვადასხვა გენები წარმოიქმნენ და აი ეს გენები ჩვენ ყველანი არ ვართ სხვათა შორის დაძმანი. ადამი და ევასგან არ ვართ ჩვენ ყველანი, მაგრამ ნახევარ დაძმანი ვართ. ნახევარ დაძმანი და სხვადასხვა ღმერთების მიერ გაჩენილი შემოტანილი გენი ვართ. ამიტომ ჩვენ სულ რომ აიღო ეს გენეტიკები და აი ჩინელები მაგალითად სულ სხვანაირად გამოიყურებიან, აფრიკელები სხვანაირად გამოიყურებიან, ხვდებით გენებზე აქვს ომი, მთელი ომი გენებზეა, გენეტიკაზე. იმიტომ მქონდათ რომ ქართველ ქალთან თუ დაწვებოდნენ მუსულმანი კაცები, თვლიდნენ რომ სასუფეველში მოხდებოდნენ, იმიტომ რომ იმის გენს აიღებდნენ. ანუ ჩვენი გენი, ქართული გენი ძალიან ძლიერია. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასუფთავებს ყველა გენს. როგორც ჩანს რა.
ამიტომ ქართველები მიყავდათ ინდოეთში და ქალებიც და კაცებიც. ებრაელებს შემორჩენილი აქვს ჯერ კიდე ქალისგარო გადადის გენეტიკა, იმიტომ რომ იმათ იციან რაღაცეები უფრო ღრმად, ეტყობა მოპარული იქიდან რა. ეხლა ნახე, მაგაზე წავიდა საუბარი, რომ ებრაელები ქართველები იყვნენ, ნუ ამაზეა საუბარი. არ იყვნენ ქართველები, მეგობრებო. წერილებშიც არის, რომ ებრაელები საქართველოში ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ არ არიან ქართველები. ქართლის ცხოვრებაში პირდაპირ წერია, ვინ არიან ებრაელები და სად ცხოვრობენ. ებრაელები ცხოვრობენ მცხეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ქართლოს რომ დაიპყრობენ, ხაზარებთან შეერთებით, ქართლოს დაიპყრობენ. ქართლოსისგან მიიღებენ მიწას, მცხეთაში. დასახდებიან და იქ არის ისრაელს იქ ააშენებენ თავი. ისრაელი არის მაგათი, ისრაელი არის მცხეთაში. ეს ქართლოსის დროს. მერე ქრისტეს ჯვარცმა რო იქნება, ქრისტეს მოკლავენ ჯვრის მონასტერზე, იქ აცვავენ ჯვარს. მაგრამ ქრისტეს თავისი მამა წაიყვანს, აქ არ დატოვებს მის სხეულსაც კი, გესმის? იმიტომ ამაღლება მაგას ეწოდება. ეხლა რა ქვია, იცი მაგას? ეს ჯვარცმა რო ხდება, დიდი მოწისრე ხდება მერე მცხეთაში. გადაიპობა ყველაფერი, დაიმსხრევა ყველაფერი. ამიტომ მათ მოუწევთ წასვლა ისევ სადღაცა გადახიზნება მოუწევთ. სადაც დადიან და ვერ პოულობენ, ისევ და ისევ ვეღარ პოულობენ ადგილს. ვერ შეირგეს, გესმის, ვერ შეირგეს ის მიწა რაც ქონდათ. მოკლეს, ღმერთის კაცი, ღმერთის ძე მოკლეს რა. ისეთი დებილიერი არის ეგ. დადიან და მერე მე-17 საუკუნეში თუ მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე მიიღებენ აი ამ ინგლისის ჩარევით მისცემენ მიწას ეხლა სადაც არიან და იქ გადაზიდავენ ყველა იმას. იმიტომ ოქროს მოყვარულები ეგენი არიან და ფულის მოყვარულები. გადაზიდავენ ყველა არტეფაქტს. იქ ვითომ მოხდა ჯვარცმა. არ მოხდა ხალხო იქ ჯვარცმა, არა. შანსი არ არის იქ ჯვარცმა მოხდარიყო. ჯვარცმა უნდა მოხდარიყო აღთქმული მიწაზე. აღთქმული მიწა არის საქართველო. იმიტომ რომ აქ მოხდა ყველაფერი, აქ არის ჩასასვლელები, აქ მოიპოვება კლდეებში შესასვლელები, აქ არის ოქრო, აქ არის თაფლი, აქ არის ყველაფერი აქ არის ხალხო, როგორ ვერ გაიგეთ და ამიტომ რო იძახიან რომ ებრაელები ქართველები არიანო, არა, ნუ რას უკაცრავად, ებრაელები არ არიან ქართველები, მაგრამ ებრაელები ერთი პერიოდი ცხოვრობენ საქართველოს მიწაზე, ქართლოსის მიწაზე. და ქართლოსის მიწა ვერ შეირგეს, იმიტომ რომ მოკლეს მართალი კაცის ძე. რომ მოკლეს მერე დაისაჯნენ ისევ, იმიტომ რომ მამა ზეციერმა დაამხო თავზე ყველაფერი მაგათ რა. ამიტომ წავიდნენ, ამიტომ ვეღარ დარჩებოდნენ, ძლიერები ვეღარ იყვნენ და აქაური ხალხი დაესეოდა მაგათ, ისედაც ვერ იტანდნენ, კაციჭამიები იყვნენ, გვამს აღარ მარხავდნენ. ხო და ესე რა მეგობრებო, ეხლა ისე უნდათ შემოსვლა აქეთ, ისე უნდათ აქეთ შემოყრა და ის იმის გაპიარება, რომ ქართველები იყვნენ, ებრაელები არ იყვნენ, არ მოგატყუოს არავინ, არ მოგატყუოთ არავინ, რომ ქართველები ებრაელები იყვნენ. ებრაელი საერთოდ ეროვნებას არ წარმოადგენს, გენით არ გადადის ებრაელობა. ებრაელობა არის წოდება, რომ შენ მოხეტიალეს ნიშნავს. სიტყვიერად მოხეტიალეს ნიშნავს. მიწა არა აქვს და იმიტომ. ანუ ბოშას ნიშნავს და აგერ რომ დაგვისახლეს ეს ჯიპსი ვილიჯი რომ დაგვირქვეს, სანამ თქვენ მაგას მიხვდებით, რატომ დაგვირქვეს აქ ჯიპსი ვილიჯი, უკვე წაგართმევენ ამ ტერიტორიას. იმიტომ ეს ძალიან მაგრა ასურეთი არის უმაგრესი ტერიტორია, აქედანაც არის ჩასასვლელები. ენკისთან და იმ ხალხთან ჩასასვლელი აქაც არის. იცოდეთ. ამიტომ განმოგისახლეს აქ და ჯიპსები დაგისახლეს. ებრაელები არიან ეგენი სულ ყველა. ებრაელს კიდევ გეტყვი, არ აქვს ეროვნება, სისხლით არ გადადის. ებრაელი არის ის, ვინც მიიღებს ებრაელობას, ანუ ვინც გახდება მაგათი სასწავლის წარმომადგენელი რა. Რა არის დედიკო? Woher redest du das alles? Das muss ja auch nicht von den ganzen Leuten. Das müssen wir auch nicht jetzt die ganzen. აი, რას მეუბნება ჩემი შვილი, გაიგეთ, ქართულად მითხარი ახლა. ქართულად მითხარი? არა. რატო გათქვიო? რატო ამბობ ყველაფერს, ყველამ კი არ უნდა იცოდესო? რატო მეუბნები დედიკო მაგას? შენ რა იცი მე რას ლაპარაკობ? ხა დედიკო? შენ რა იცი მე რას ლაპარაკობ? ხა?
ქრისტე რომ ვერ დაიმორჩილეს ჯვარსაცოს, წმინდა გიორგი ვერ დაიმორჩილეს და დაკუწეს. ბერი გაბრიელი ვერ დაიმორჩილეს და მკვდარ სგული ამოუღეს და ასე რამდენ საკეთებენ. მე მგონი ეგენი ელოდებიან ქალს, იცით? ანუ ღვთისგან გზავნილ ქალს ელოდებიან. და ამიტომ ქალს ხოს ვერ დაადებენ ეგენი. მამაკაცებზე უფრო ისა აქვთ რა, გონიათ რომ ადვილად არ არის ახლა. ანუ ღვთის გზავნილ ქალს ელოდებიან ეგენი რა, რომ დარწმუნდნენ იმაში. დედიკო, ნუ მოწმინდეთ რა ეს იატაკი რა. ხო და იმიტომ არის ნათქვამი რომ იმ ქალს ვერ გააქრობენო რა. ვერ დამალავენ იმ ქალს, იმ ქალზე რო არის ნათქვამი. ხო. და იმ ქალს თამარი ქვიაო, თამარი ერქმევაო იმ ქალსო რა. აი ესე არის, მე ვიცი ესე. დედა, ინტერნეტ ჩაგვირთავ. ჩაგვირთავ. ჯერ უთხარი რატო თქვი ესე, რატო მითხარი რომ ყველა მარ უნდა იცოდეს. ღმერთთან გათხოვნა მეგობრებო. აი მეგობრებო, გაფრთხილება, აწი რასაც მომაწვდიან, იმას ყველაფერს კი არ გაგანდობთ. კიდე გავაცხადებ, სიდონის ჯგუფში ვისაც შემოსვლა გსურთ, დამიკავშირდით, იქ მიმდინარეობს დებატები. ძალიან საინტერესო ჯგუფი არის, იმიტომ რომ იქ მიმდინარეობს ძალიან საინტერესო ვითარებები. ესე იგი, ხან ჩხუბობთ, ხან კამათობთ, ხან შევიმეცნეთ და ხან რას აღარ ვაკეთებთ იმ ჯგუფში და ბევრი ვერ იგებს ამ ჯგუფის არსებობა, ესა მნიშვნელობას და ვინც შემოდის, ვინც ვერ უძლებს იმ ჯგუფს, გადის ისევ. აქ მიდის ძალიან საინტერესო პროცესი, სიდონში. და მიუხედავად იმისა, რომ სიდონში ბევრიც ვკამათობთ ერთმანეთში, ბევრი თავისი ხელით გადის. ესმით? ნონა წერს ებრალი, ანუ ებრალი და საბრალო. ბრალდებული, გებრალებოდესო. ხო, არის კავშირი, არის. შეიძლება ჩაგვირთა ინტერნეტი ახლა. წავედი მეგობრებო, ახლა დავიღალე რა ლაპარაკით. ებრაელი, ბრალი, გებრალ, ებოდე. მე მგონი იმის დრო დამდგარა, რომ საქართველოში შემოსულმა ძალებმა, სხვათა შორის მე მქონდა ახლა გუშინ ძალიან საინტერესო რაღაცები მომაწოდეს ზეციდან. საქართველოში შემოსულმა ძალებმა და აქ ვინც არიან დაფუძნებული, რომელთაც აქვთ წვდომა ამ ჩასასვლელებზე და რომელთაც აქვთ კონტაქტი ამ ანუნაკებთან, დროა რომ გაიგონ ის, რომ ქრისტეს მამა სხვა. ქრისტეს მამასთან კავშირი აქვთ მხოლოდ ცოტას. ქრისტესთან კავშირი ცოტას გვაქვს. ესენი არიან არა კლდეებში ჩამძვრალი ხალხი, არამედ ესენი არიან ზეცაში ამაღლებული ხალხო. და ზეცად ამაღლებული ვინც არის, ეს არის ენოქი, ელია, ქრისტე, მარიამი და სავარაუდოდ ეხლა არის თამარის ჯერი. თამარ მეფის ჯერი. იმიტომ რომ თამარ მეფის გვამი იმდენად გაასაიდუმლოეს მისი, ანუ ნახეთ, აი რამხელა კავშირი ქონდა თამარს მაგათთან რა. თამარ მეფის სხეულის ნაწილი იმიტომ გადამალეს, რომ ამას მნიშვნელობა ქონდა. რა მნიშვნელობა ქონდა, ამას ეხლა გავიგებთ რა, მალე გავიგებთ, იცოდეთ. ამიტომ ჩემი აზრით დროა ის ხალხი გამოფხიზდეს, ვისაც ელოდება ქრისტე, იმიტომ რომ უკვე გამოსაფხიზლებელია. მათ შორის არის ერთ-ერთი ილია მეორე, რომელიც უნდა გამოფხიზლდეს. ილია მეორეს ის წარმომადგენლობა, ვინც ჯერ კიდევ ებრაელობას ეყრდნობა, გამოსაფხიზლებლად გეუბნებათ ახლა ღმერთი რა, რომ თქვენ ის ხალხი ვერ გადაგარჩენთ ხალხო. ანუნაკები ვერ გადაგარჩენენ. თქვენ გადაგარჩენთ მამა ზეციერი. დედა, ინტერნეტ ჩაგვირთე. ჩაგვირთა? ხო.
ამიტომ გამოსაფხიზლებელია მაგათ გელოდებათ როგორც შანს. ეხლა ვერადით მოვშები და მე ჩაგეთ. მაგათ ელოდებათ ჯერ კიდევ მამაზე ციერი როგორც შანს რა. იმიტომ რომ ეგენიც საბრალოები არიან რა. აი, ებრალებოდეო და რა კარგად შემოიტანე ფატი. ფატი კი არა და ნონა. საბრალოები არიან. საბრალოები. ამიტომ აძლევს მამაზე ციერი მათ ჯერ კიდევ შანს, რომ გამოფხიზლდნენ. სხვათა შორის 24 არის დღეს და წყევლა, ჩემი წყევლა, რომელიც დავიწყებლა 2 კვირის წინ, დღეს სრულდება. დღის მერე რა იწყება? ღმერთმა იცის, იმიტომ რომ არავინ არ მოსულა ჩემთან და არავის არ მოუბოდიშებია, არც პატიება უთხოვია. ამიტომ წყევლა დაიწყება და გააქტიურდება დღეიდან 3 დღის შემდეგ, всё. ეს იქნება და ეს შეიძლება ხვარიდანვეც და უკვე დიდი ცვლილებების წინაშე დავდგებით. ამიტომ გამოსაფხიზლებელია საპატრიარქოს ეუბნები, სინოდს ეუბნები, სიდონის წარმომადგენელი. თქვენ თუ ვერ იპოვით იმ ადამიანს, რომელზეც საუბარი არის ამდენი ხნის განმავლობაში წმინდა მამები მასზე საუბრობდნენ, ვერ მიხვალთ მასთან და ვერ იპოვით საერთო ენას, თქვენ ვეღარ გადარჩებით. მორჩა. ეს იყო და ეს მეტი კი არაფერია. ასე რომ მეგობრებო, ეხლა ეს ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა, იცოდეთ, რომ ქრისტეს მამა სხვა არის და ამ დედამიწაზე ადამიანების კაცობრიობის მამა სხვა არის. თუმცა ქმნილება ისევ და ისევ ქრისტეს მამას ეკუთვნის, იმიტომ რომ ისინიც მაგათი ქმნილებები არიან. ესე იგი, ესენი არიან ბრალდებულებიო, ფატი ამბობს, კი, ბრალდებულები არიან. და jetzt weiß ich, was ich schreibe. Jetzt weiß ich, was ich schreibe. Ich schreibe A, B, C, D. Nein, weißt du, was ich schreibe? გუშინ მომეწოდეს ესეთი ამბავი სიზმარში რა. ნარიმანზე მითხრეს. ესე იგი, ისეთი ძლიერი იყო, რომ ერთი ხელით კაცი ეჭირაო და მეორე ხელით ერთი ხელით იჭერდაო, ან ვიღაცას იჭერდაო და მიწაზე აყრდნობდაო და მეორე ხელითო ჯარს ებრძოდაო. ანუ ესეთი ძლიერი იყო, ესე მითხრეს ნარიმანზე. ეხლა რა არის, არ ვიცი, მაგრამ იყო. სხვათა შორის ნარიმანი, ხო? ნარიმანი მაქარაშვილი არის მაქარის წარმომადგენელი. მაქარის წარმომადგენლობა არის ელი მაქარ ერთ-ერთი ქმნილება. ელი მაქარ გნოსტიკურ სახარებაშია მოხსენიებული და მისი წარმომადგენელია. სხვათა შორის რო იძახით, რომ ნარიმანი არის არისო, ამირანი არისო. არ ვიცი, იმიტომ რომ ამირანი მიჯაჭვული არის, გესმის? ამირანი გასათავისუფლებელია და მე მგონი რომ ნარიმანი არ არის ამირანი, მაგრამ არის კავშირში ამირანთან. რაღაცაშია რამაც საქმე რა. ანუ გასარკვევი გვაქვს თვითონ ნარიმანის სახელი და გვარი გვეუბნება რომ მაქარის წარმომადგენელია. მაქარაშვილი. მაქარი იყო ერთ-ერთი ქმნილება, ანუ როგორც ეს ენკი იყო, ის იყო, მაქარი კიდე ვიღაც სხვა იყო. და ეს მაქარი იყო ზემდგომი, მეოთხე ქმნილება იყო. მეოთხე ქმნილება იყო ღმერთის. და Was hast du jetzt gemacht, dass du hier kommst? ანქელიოსა და სიმას ემაშვებოდა, ეთაყვანებოდა.
და ესე უმღეროდა ხმოვანებით უმღეროდა რა და Immer so drauf. Das ist weg. საქმე იმაშია რომ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს ნარიმანი რა. ნარიმანი არის ერთ-ერთი მაქარის წარმომადგენელი, ხო? როდის მოჩები? ინასარიძე კიდე აი ჩემს გვარში რაც არის, სართან არის კავშირში და მოჩები? მალე დედიკო. არის ორიონელები არიან სავარაუდოდ. და ინასარიძეები იყვნენ ადრე ნაზარის ძეები, ანუ ნასარის ძეები, ნასარი და ზ და ს შეიძლება გადაკეთდა და ნაზართან არის კავშირში. ნაზარეველი კიდე იყო იესო. მე მგონია ესე რა, რომ ინასარიძეები არიან ნაზარევლები. იმიტომ რომ ინასარიძე მოდის ინანოსისგან და ნასარის ძე იყო, ნასარიძეები არიან ზემოკრიხიდან. მერე გვარგადაკეთებულები არიან, იმიტომ რომ ჩამოსახლების დროს ზოგს გვარი გადაუკეთეს. და ნაზარი არის შეწირული. ნაზარი თვითონ სიტყვა ნიშნავს შეწირულს. ესე იგი, რადგან ქრისტეს ნაზარეველს უწოდებდნენ, შეწირული იყო, ხო, ისიც შეეწირა. ნაზარის ძეები, ანუ ნაზარის ძეები, ხო, ნასარი ძეები. უნდა იყვნენ ნაზარეველები. ხო და კავშირში არიან. ანუ ეხლა ნახეთ, ქრისტე თვითონ ვისი შვილი არ ვიცით. ხო, მამაზე ციერი უწოდეთო, ესე გითხრა, ხო? მაგრამ არის ნაზარეველი. ესე იგი ნაზარი იყო ადგილი, საიდანაც მოდის ქრისტე. ნაზარეველი, ხო? აი ქართველი, ნაზარეველი. ეხლა რა კავშირში არის ორიონთან? ის კავშირშია რომ ორიონზე ხო თქვით რომ ის არისო, ისართან მიგვიყვანა, ხო? სართან მიგვიყვანა. იესომ სართან მიგვიყვანა. იესო არის. იესონი არის. ორიონმა კიდე წინა ლაივში რაც შევწერეთ რა იმას გადახედეთ. სართან რა მიგვიყვანა? სართან მიგვიყვანა სუმ, ხო? ლაზარმა. ხო, ლასარმა მიგვიყვანა სართან, ლასმა მიგვიყვანა სართან. მოკლედ ერთი სიტყვით თამარ შეიძლება მარიამის შოქს ძეს მთავარანგელოს მიქაელისგან, სუფთა ნათელ ენერგიისგან. ქმნის წმინდა სუფთა ნათელ კავშირს. ვფიქრობ, არ უნდა იყოს ეს მცდარი აზრი, თუმცა ზუსტად ვერავინ იტყვის. ხო, მარი, სხვათა შორის მაგაზე მეც მიფიქრია. იმიტომ რომ გზავნილია გაბრიელი და ნებართვას იღებს მარიამისგან. ნებართვას იღებს მარიამისგან, მარიამი თან ხდება და მერე იქ აღარ არის ნათქვამი, რომ ქონდათ ურთიერთობა. ანუ ხო, არ არის აქ არაფერი საშიში და ბილწი, რომ მათ ურთიერთობა ქონოდათ რა. გაბრიელი რადგან გზავნილიაც, ანქელიოსები ხო თქვით ვინც არიან, ანუ ისინი ვისაც გამოჩენა შეუძლიათ, ფრენა და ასე შემდეგ. ადრე მარიამის ქრისტემდე ჯერ კიდევ ქონდათ მაგათ კავშირი ადამიანებთან და მერე გაწყვიტეს, ქრისტეს მერე გაწყვიტეს კავშირი. ხო და გაბრიელს აქვს მამის წინაშე დგომის უფლება. ხო. მამის გვერდით დგომი, ანუ გაბრიელს არის ენის ანგელოზი, ენით ჭრის ის ყველაფერს. აქვს მამის დანახვის უფლება. აი იმ მამაზე, რომელზეც ქრისტე საუბრობს, იმის დანახვის და მის მარჯვნივ დგომის უფლება აქვს. გაბრიელს, მიქაელს არა. აი საინტერესოა, ხო, მიქაელის ღმერთის ის არის მებრძოლია ხმლით, მაგრამ არ აქვს მის წინაშე დგომის უფლება.
ვფიქრობ, თუ კი შეიძლება გაბრიელთან ერთად იყო მამაც მოსული. და ასე მოხდა რაღაც, რა ვიცი, აი, არ აქვს მნიშვნელობა რა, ვიცით რომ ქრისტე არ არის ანუნაკი. ქრისტე არის სხვა წარმომადგენელი კიდე. გესმით? ანუნაკი არ არის ქრისტე. ხო. Das darf man nicht. გონი თელეს შონიამ გამოიკვლია ზუსტად არ მახსოვს რომ საქართველო მდებარეობს ორიონის თანავარსკვლავედში. ხო და საქართველოს ორიონელების ისა აქვს რა. ისა დაცვა. ორიონელები ძალიან ძლიერები არიან. თამარ გაგაძე რო აპარტახებს ამ ორიონელებს რა. რო ისინიო და ისინი არიანო ორიონის დაცვა რო არ ქონდეს დღეს ჩვენ ანუნაკების წარმომადგენლობა გადაგვივლიდა მთლიანად და არ უშვებს ზეციდან მამაზეციერი არ უშვებს იმიტომ რომ ჩვენ დაცვა გვაქვს მაგათგან ერთი სიტყვით მეგობრებო ეხლა დაგიმშვიდობებით დავიღალე ლაპარაკით თანათან საინტერესო ინფორმაციები იხსნება და დღეს აი ხო გითხარით 24-ია ხო დღეს არის რაღაცა ეტაპის დასასრული ხვარიდან სხვა რაღაცეები გაიხსნება. აბა თქვენიც